უპირობო ავტორიტეტი მთელს ქრისტიანულ სამყაროში, ეპოქალური ფიგურა, საქართველოს სტაბილურობის სულიერი ლიდერი, ქვეყნის ეროვნული ქვაკუთხედი. ასე მოიხსენიებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მსოფლიო მედია საუბრობს იმ დამსახურებაზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მიუძღვის. New York Times-ი წერს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე პატრიარქმა ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია. საქართველო ამაყობს იმით, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია უპირობო ავტორიტეტი, რომლითაც პატრიარქი მთელ ქრისტიანულ სამყაროში სარგებლობდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა. 1977 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი მსახურობის მქონე რელიგიურ ლიდერად მოგვევლინა. მისი მმართველობის პერიოდში ეკლესიამ საგრძნობლად განამტკიცა ავტორიტეტი და გავლენა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. საქართველოს პატრიარქს გლოვობს არამხოლოდ მართლმადიდებელი მრევლი. ქართველმა მუსლიმებმა გააუქმეს მუსლიმებისთვის ყველაზე დიდ დღესასწაულებთან, ნოვრუზ ბაირამთან და რამაზან ბაირამთან დაკავშირებული ღონისძიებები. ილია მეორეს მრავალწლიანი მსახურება რელიგიათა შორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო. პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ პროტესტანული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზითთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში ხსნის არმიის წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა.